მშვიდობის როგორ ხართ? მე ნორმალურად ეს პეპსის ლოგოთია და წყარი მწყორია და უსვავ და იმედი არ დამბლოკავს. როგორი განწყობა გაქვთ წინა სააღდგომო? საიდან დავლიო? მე კარგი მიხარია მამასთან მინდა ჩასვლა. რა თქმა უნდა დედას საფლავზე გასვლა რამდენი ხანი არ ყოფილვარ, წელიწადი არ ყოფილვარ სახლში. ასე გამომივიდა. ჩემ ბიცოლასთან მინდა მამიდასთან ვერ წავალ, იმიტომ რომ მანქანა არ მყავს გამართული, შესაბამისად ახლო გზებზე ფეხით სიარული მომიწევს წნორის შარა-შარა. მომიწევს ტაქსიდან სამარშრუტო ტაქსით წასვლა, ხო და ისე მინდა რომ დავალაგო ეს დღეები, რომ დავითთანაც წავიდე, რაც გადავიდა ახალ სახლში, არ ყოფილვარ. ხო, ძალიან მიხარია, არსად არ დავღლილვარ. ანუ ასეთი რამ დამემართა, რა ხან ნიკას ამბებზე გავჩერდი. და აღარ ვაკეთებდი და ბუსტყვას არ ვიცი ქართულად რა ქვია, მოკლედ ფასციანი Facebook-ის გააქტიურებას, რეკლამას ხო ფულს ვეხდით ჩვენს Facebook-ზე და დავაგვიანე ჩემი ბუღალტრული ტვინით. ანუ მოხდა ისეთი რამ, რომ დიდმა კომპანიებმა როცა გაუშვეს უფრო ფართო მასშტაბზე, რაც უფრო მეც გადაიხდი, დღეში $50 გადაიხდი, შესაბამისად ბევრ ხალხზე გადის, ბევრ ადამიანს უგდებს $10 გადაიხდი, ცოტაზე გადის, ну მოკლედ ასეთ პრინციპით მუშაობს, რამდენსაც მიაქვავებ, იმდენ გემუშავება. ჩვენსავით არა, დამიკელი არა აქ. ქართულ ბაზარზე როა გეგონება პურს ყიდდეთ ვინმე რომ დამიკელი. ხო, აი დამიკელიზე გამახსენდა ბევრი თემა მაქვს. საჭორაო. ხო და მოკლედ დამიკელი თქოთ ხოლმე და რაღაც დაფარვაში ვეღარ გავიდა რა. შესაბამისად გვიან მომივიდა გაშვება და არ გამომდის რაღაცები, ისე როგორც შარშან-აპრილი მქონდა დაწვირთული. საერთოდ არა მაქვს შეკვეთები, ფაქტიურად იმასთან შედარებით კვირაში ერთი დღე და ორი დღე რო გავხვალ, ეგ არ არის მუშაობა, მაგ დროს ხარჯი უფრო მეტი გაქვს, ვიდრე მოგება. მოკლედ მოდი მივაყოლოთ ამას, რახან ჩემ სამსახურზე ალაპარაკი და ჩემ Facebook პოსტზე მე არ გიყვებით ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ეხლა ძალიან მიზნად დავისახე, რომ გავზარდო ის დროა, იმიტომ რომ როცა შედიხარ ბაზარზე, როცა იწყებ ნებისმიერ საქმეს, არ აქვს მნიშვნელობა ბაზარზე შედიხარ სადგურზე თუ სადმე დუქანში, ნებისმიერ საქმეს სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება. მე მუშაობ უკვე წელიწად ნახევარია თითქმის და მე ვამბობ, რომ კიდევ ბევრი ნიუანსი, ბევრი რამ მაქვს ასწავლი, ბევრი რამ არ შემხვედრია, ბევრი რამ ჩემთვის შეკვეთაზე არის ხოლმე ძალიან საინტერესო და ახალი და იმის დამუშავება და იმ ძალიან რთულია პასუხისმგებლობის აღება, თანამშრომლების არჩევა. მე ვთვლი, რომ ჩემს თანამშრომლებში გამიმართლა, მაგრამ კიდე გამიმართლებს და კიდე დავიმატებ აპარატურასაც და თანამშრომლებსაც და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ისეთი შფოთვები მაქვს ხოლმე ნებისმიერი დამკვეთთან მისვლამდე, რომ რაიმე არ დაზიანდეს, რაიმე დროში როგორ ჩავეტევით, რაიმე, ანუ თანამშრომლებს საკმაოდ ნორმალურად ვუხდი 6 საათამდე, დილიდან 6-მდე აქვთ 100 ლარი და მე ყოველ საათზე მიდის მატებაში ხოლმე ეს თანხა და შესაბამისად ასე ვურიცხავ ხოლმე და ანუ მირჩევნია ხოლმე რომ დასრულდეს რა სახლი. ხო და ნუ არ უჩვენს ხოლმე, იმიტომ რომ არ არსებობს სახლი, სადაც არ გარემონტდება, გაპრობლემდება რემონტის მერე, იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაც ნიუანსები. არ გიყვებით და არ გაჩვენებთ რაღაცებს, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია სხვისი სახლი გამოვფინო ესე
ან სხვაზე ვიჭორავ, თორე იმდენი მარგალიტი მაქვს დაგროვილი იმედენი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, დღეს ერთი გოგონა მწერს, ანუ ხომ მომწერა გენერალური დასუფთავებაში რა შედის, მივწერე რა შედის და ფანჯრები ორივე მხრიდან იწმინდებაო. გარედანაც გაწმენდავთო? კი. ფანჯრის და ჩარჩოს წმენდა ერთად არის და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გარე ჩარჩოც იწმინდება და გარე მინაპაკეტიც. ვწერე რომ არ შედის გენერალურში შიდა ფართის დასუფთავება თუ არ არის ცარიელი სახლი. და უჯრებს ვერ დამილაგებთო? ხო. აბაზანას რო გახეხავთო, უნიტაზი ხეხებაო? ხო და ძალიან აღარ მინდოდა მასთან საუბარი და გევეშვი. ხო და რა შეეხება ძალიან ბევრი თავგადასავლები მქონია, ანუ უამრავი. ხოლმე ერთი მოგიყევით ხომ ეს ბეტონი რომ მომტყევინა ქალმა, იმაში ძალიან გამწარებული ვიყავი, მაგას გამწარებულიც ვიყავი, იმიტომ რომ ცოტა ვერ დავსვავ დიაგნოზი, იმიტომ რომ პროფესიით არ ვარ, მაგრამ ადამიანის გაწონასწორებულ ნერვულ სისტემას ეტყობა. ვერ გეტყვით შიზოფრენია ქონდა თუ გაძლიერებული ნერვების ანთება, მაგრამ ხო, ანუ ასეთ ხალხსაც ვაწყდებით ხოლმე. ხო, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, ძალიან ვცდილობ, რომ ლაპარაკის დროს მივხვდე ვინ არის და რა არის. წინა დამკვეთმა საერთოდ სხვა მისამართზე გამიშვა. და რომ ვთხარის, რომ მე მოვედი, მელოდებოდა და ამას ვხედავ აქ ვარ. ძალიან გაოცებულმა მითხრა, რომ მან რა გინდაო. მე ვთხარი უკაცრავად ჩახედეთ მესენჯერს რა გაქვთ მოწერილი და აი ესეთი მარგალიტები არის ძალიან ბევრი და კიდევ ერთი ყველაზე მტკივნეული თემა. მე არ ვამბობ, რომ მე ვინმე მოვიხვეტები, არც არაფერი. მაგრამ ეს ტიკტოკერობა და ინფლუენსერობა თანამდებობა გახდა და მე გამოვტოვე ეგ პერიოდი, რომ მე ვერ გავხდი თანამდებობის პირ, ძალიან განვიცდი. და ეს ინფლუენსერები რომ მომწერია ხოლმე, რომ ბარტერზე ხალხო არ ვიცი რა თიფიქრობთ თქვენ? ყავა შაქრითი გინდათ? ანუ ჩემთვის ზუსტად ახლა ხანს ერთმა მომწერა და მე სხვა კომპანიამ გაუკეთა და გაარეკლამა. და ამას მოყვა დიდი აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, მეც მივდევ ფეხდაფეხს ჭორიკანა დედაკაცივით და ვაკვირდები რა ხდება. ხო და მოყვა დიდი ამბავი, იმიტომ რომ ძალიან მიქაოსებული სახლია ჩვენას. ხო და ბარტერზე, დამიკელიზე ხალხო იმ ხელაში რომ ასვდებთ, ჯერ მარტო 9 საათი იდექი კიბეზე. რა ვიცი, სიგარეტს და პურს რო ყიდულობთ და საწვავს ასხავთ, დამკელიო ეუბნებით. მეც ანალოგიური ხელფასი მაქვს, ანალოგიურად საწვავს ვასხავ, ანალოგიურად პროფესიონალურ ხსნარებს ვყიდულობ, რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე მაღაზიაში იყიდება და ცეცხლის ფასი უკიდია. სხვანაირად დროში ძალიან მეწელება, დომესტოსთან რო ალაგებთ ჩვენ სახლს, ხელთათმანი მჭირდება, პირბადეები მჭირდება, მილიონერა ბახილები მჭირდება, ნაგვისცელობნები მჭირდება. იმ ხელახარჯი მაქვს, ანუ რო არ ვთქვათ კიდე ამდენი ჩვარი, რომელსაც მე ვაწესრიგებ, ვაუთოვებ, ვხარშავ და ამ შემდეგ და დამიკელიო ვიღაც რომ მოგწერს. გავეშვათ ამ ერთ სამსახურს და გადავიდეთ მეორე სამსახურს და ახლა დავიწყე დეკლარაციებისთვის მომზადება, იმიტომ რომ აღდგომა უწევს, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და ყველა გასასვლელია მოკლედ. რაც ადრე, მით უკეთესი. ახლა ისეთი თვეა. და აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას ხელფასი არ ჩაურიცხია ჩემთვის წინა თვეში. არა და გადავხედე მინაწერებს და მიწერილი მაქვს, რომ ანუ ბანკიდან აღარ გადაურიცხავ, იმიტომ რომ დასასრულისკენ არის და ქეშეთ მომეცით თქო. მის მერე აღარ უპასუხიათ.
ხო, ალბათ ჩემზე მეტად უჭერთ. არ ვიცი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. თან იმ პერიოდში ნიკას ფეხზე იმდენად მჭირდებოდა, რომ მართლა სამჯერ ავიღე ტელეფონი და ვფიქრობდი, რომ ხა მიიწერ და ვეტყვითქო. ხო, მაგრამ სამჯერ დავდე, იმიტომ რომ ხო რაღაცებს ვერ ვახტები ხოლმე ჩემ თავს, დებილი ვარ რა. ძალიან დებილი ვარ. გუშინ მირძალი იყო ჩვენთან, ხო გითხართ, უნდა მოვიდეს თქვით, მაინც არ გაჩვენეთ რა მომიტანა. ოი დედა რამ სიმძიმეა. ეს ვარასდროს არ არის სახშია ზედმეტიო. არც მინახავს. ეწინა ალბათ. აღარ მიყიდის. არა მიცნობს. ეს არის ესეთი პატარა. იდეალურია. საშუალო. სამი დათვის ამბავი. და დიდი. სალათისთვის მე იდეალურად ვქმარობ ხოლმე, როცა სტუმრები მყავს, გამოსაცხობათაც. ზოგადად ვცდილობ, რომ ცხიმიანებს და გამომცხვარებს და ყველმოყრილებს და შეცხელებულებს მოვერიდო ხოლმე, მაგრამ ის ლაზანიას ისინი ხო ვიყიდე. და აღთქვამის მერე გავტესტავ ახალ საცხობ ფორმაში, თამდე გადავწყვიტე, რომ აღარ დავხსნა და სადმე მოვიძებნა ადგილი ესეთი ყუთებით ქონდა შენახული. ანალიზები ხომ გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი მაქვს ზღვარს ქვემოთ 5000-იანი დამინიშნეს. დღეში ერთი ცალი. ძალიან დიდი დოზა, ვირის დოზა D ვიტამინს ვღებულობ. ხო და ეს გერმანული ვიპოვე ზეიმ ფარმას მხოლოდ D ვიტამინია. აქ მიდევს რო არ დამავიწყდეს თედილის მერე. ჩემო სამსახურის უფროსმა სკოლაში რომ დავდევარ ხოლმე, მე სკოლაში მოსწავლეც ვარ. მიყიდა თავისთვის თვითონ ლინზებს ხმარობს და მეც იმდენად კარგად, ანუ როცა დასუფთავების სამსახურში ვარ, იქ ლინზებს ვერ ხმარობ, იმიტომ რომ ნაგავი რო ჩამეყარა, შეიძლება თვალები გამოვითხარო. სათვალე მიკეთია და ქუდი მახურობს, ვერაფერი ჩამეყაროს. და ტონამზის დამცავი მისვია, რომ სახეც არ დამიმტვერდეს, მაგრამ ეხლა რაღაცა ალერგია მომცა და ნახეთ რას მიგავს თან მოვიჩიჩქნე. ხო და მე ვიწერო კარგ ლინზებსო, ხო და უნდა გამოგიწერო შენცო. კი არა, ხო არა, კი ბატონო, კი შენგენაც ვერ კი შენგენმა, ანუ არაფერმა არ გაჭრა და რომ მივედი იმ დღეს სამსახურში დამახვედრა, ესეთი მწვანეა და მითხრა რომ კანტით არის, კანტით ვერ მივხვდი ახლა რას ნიშნავს. გოინი ვარ. -1 და 50. 2 მაქვს -2 და რაღაცა. ეკას დაბადების დღესთვის ხომ ვიყიდე ლინზები. ანუ 21-ში დღეს არის 3 დღეს ერთი თვე კიდე გაქაჩავს, უკვე ცოტას მხაჭნის, მკაცრავს, მიფხაჭუნებს და მე გავხსნი ამას, მაგრამ ის ფერი ძალიან მომწონს, ის არ ვიცი როგორი იქნება. დღეს მწერს ჩემი ნათლულის დედა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომ რაღაცა ძალიან გემრიელი რაღაცები გაკეთე, გიყურებდი და მეთქი, მოდი, აქ მუშაობს იუსტიციის სახლში. ცოცხლებს დამკვდრებს სითვლის. მოდი მეთქი, ძალიან მიყვარს. ხო და ძალიან გამახარა და ამოირბინა შესვენებაზე და ისე როგორ მოვიდა და მომართვა ფაბერლიკის ბალმიტუჩის და დავიწყე გახსნა უკაცრავად. არ დავაცავიდო, ღმერთო, ჩავიცით რა ახლა დავაცავიდე, თქვენ მეზობლებსაც გავაღვიძებ, ერთი 3 სართულით ზემოთ გაიგებენ. ხო და ვეც დავიწყე გაპარჭყარა. მე გავახსენდა რომ ნივეას ჩანთაში მიდევს, მაგრამ მე მაინც ვიცი წკნით უჩვებს
ნერვოზული წიკი ყოფილა დავიკითხე. ხო და ნიკოლოს აქვს ბოჭკით ესე ვაზელინი და იმას ისობს. ხო და ვაჩუქებ გავახარებ თავისი ექნება. იმ ვაზელინში თითქოს ვატაკებ ხანსად ვისვავ ხოლმე და თავისი ტუჩის ბალმი ქონდეს ბაურს. მოკლედ ესეთი ამბებია, ვის ვალი აქვს, ვინ მაგიჟო საკმაოდ რთულია ცხოვრება. ხანდახან მავიწყდება ხოლმე რომ 43 წლის ვხდები და მინდა რომ ვიღაცამ ჩემს მაგივრად გააკეთოს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ის ვიღაცა. ყველად კი არ ვღადავ, უნდა გავთხოვდე თქო რა. მაგრამ მე ისეთი ბედი მაქვს, ისიც მკვდრად მე ამეკიდება. ხო რაღაც დროს ვიღლები ხოლმე რა ვხვდები რომ თან ეხა ნიკას ამბების მერე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, აი ძალიან ვერ გამოვედი და ბუთქუნაზე და მეზობელი მყავს და რომ გაივლის ხოლმე ჩემი ჭაღი ქანაობს. ასეთ პირობებში მიწევს ცხოვრება. მიუხედავად იმის, რომ ჭერდავა დაბლე, აქ რო რემონტი გავაკეთეთ. 3 და 10 იყო. დავადაბლეთ და ქობამბა მაქვს გაფენილი. მაინც ასეთი ამბები ხდება იმ. ყავა დალეული მაქვს, ბევრი ცალი, იმიტომ რომ დღეს მთელი დღე აი აქ ვეგდე და გავფრთხილდი და უმუშაობდი. და ერთ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო გამონათება, რომ ის ცოტა ხანი მოვწყდი და გათვალებზეც მეტყობა და მისივდა კუთუთოები. ძალიან ნაზი ვარ. ვერაფერს ვერ უძლებ, ძალიან დავნაზდი. არ ბიკუში კარგად მეძინა, მაგრამ მომეძინა რაღაცნაირად. მოკლედ, ძალიან დიდ გეგმებში ვარ, ძალიან დიდი ამბები მინდა გავაკეთო, იმედს ვიტოვებ, რომ ღმერთი აღარ დამსჯის და აღარ მომივლენს რაიმე განსაცდელს, რომლის გადალახვაცსაც თვეები დამჭირდა. და კიდევ ვერ გამოვსულ ვარ. ეხა უფრო მოაგპრიხოდი და ეხა უფრო ხვდები რა გამოვიარე, რამდენი გადავიხადე, რას ვფიქრობდი, როგორ ვუვლიდი. აი ესე თავში რომ მოდის და ტრიალებს, მე არ მინდა თვითონ მოდის ხოლმე, თვითონ მეფიქრება. კიდე ძალიან ნერვიულობ ხოლმე. სამსახურში ახლა ფიტპასი მინდა გავაკეთოთ 15-ში და ცურვას ავუღებ, ნახოთ აბარა ბიჭია ცურვა და ჯიმი თუ მიაყოლა, მაშინ იაფად გამომივა. თუ არ დაიზარა და ყოველ დღე იარა, მაშინ გამოდის რომ ღირს ახლა 85 ლარად ვერც ცურვაზე ვატარებ 4 მისვლა, 12 მისვლა, ანუ არ გამოვა არც 8 და არც ერთი დარბაზი არ ავარჯიშებს და მოკლედ იმასაც გეგმები აქვს, მეც გეგმები მაქვს ამასობაში სასტუდენტოთაც უნდა მოვემზადოთ. მე გაფრენა მიწევს კიდე მაისის თვეში სხვა ქვეყანაში და მოკლედ თავისადმაბია კაცმა არ იცის რომ მკითხოს იმდენ საქმეს ვაკეთებ და მაინც არაფერი არ მიჭირავს ხელში, რომ ძალიან მიკვირს ხოლმე ხალხის, რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ კარგად იყოს და მაინც ჩემზე კარგად არიან. აცვიათ, პამადები აქვთ, სეირნობენ, მე რატო არ გამომდის ეგ? გადავირიე, გავგიჟდი. მე როცა ვმუშაობ, დრო არ მაქვს რომ ფული დავხარჯო და თუ სახში ვარ, ფული არ მაქვს. და მე ფულის ხარჯვა ძალიან არ მეყვარს. ეგ არის ყველაზე ისეთი ძალიან იშვიათად. გრძნობ ხოლმე რომ აქ ამის რელაქს. ანუ ამით რაღაცას ვიხსნი ხოლმე რა. და ვცდილობ რომ დავხარჯო ხოლმე მაშინ. რაღაც გამეპარება ხოლმე და მე ძალიან განვეცდი ამასაც. ანუ იმ რელაქსაციას, რასაც ვიკეთებ ამ ფულის ხარჯვით, მე ისევ ნანობ ხოლმე და ისევ დარდობ ხოლმე რაღაცა გამოუდეგარი საჭმელი ან რაღაცა ამის წინ ნიკა შევიყვანე ტაილანდურ მაღაზიაში და რაღაც სისულელები ვიყიდე და ძალიან ვინანე მე.
ორი დღე ნანობდი, მარტო ხარჯული ფული იყო და უკან ვერ მივიღებდი. ხო და მაგრამ მაინც მთავარია რომ ვიყო ჯანმრთელები. ობიანი პურიც მიჭომია, ხანეგეც არ მქონია, მაგრამ კიდევ რომ ცხოვრება იმდენად ძვირდება და იმდენად ყველაფერი ძვირდება და ისეთი კატასტროფაში ვარდებით ნელ-ნელა რომ ალბათ მალე ხორცს ვერ ვიყიდით და კიდევ რაიმე უნდა მოვიფიქრო რომ დავიმატო ან გავზარდო ან რაღაცა გავაკეთო ისეთი რითიც არ შემეშინდება 24/7-ზე ჩემი ტვინი არის მაგაზე გადართული რომ საიდან რა გამოვადნო ცოტა YouTube-ის შემოსავალი მშველის ხოლმე და როცა მოვიკოჭლებ ჩემო და ქალმა დააკომენტარა სასტრაფოდ შემოვარდა ეხლა მთელი დღე ყოფილა და მიკას სურათი გავაზიარე მე Facebook-ზე არც არ ვდებ ხოლმე ვცდილობ იშვიათად როცა რაღაცა სურათს დავდებ ეს ხდება წელიწადში ორჯერ და ჩემ ძოლებს ვაზიარებ როცა Facebook-ი ძალიან მიხარდა და ყველაფერს ვდებდი ტელეფონიც არ მიწყობდა ხელს არც ახლა არ მიწყობს მაგრამ ეს ძალიან მეორე ხარისხოვანია და მესამე ხარისხოვანი თავარია ჯანმრთელები ვიყოთ გვყვარდეს ერთმანეთი პატივი ვცეთ ეს რაღაც კრანია გესმით ხო თქვენც გეგონება კატაო ან ჩიტიო წავედი ახლა მე და ხალხო სხვისი შრომა დააფასეთ ყველასი ნებისმიერი სიტუაციაში სადაც ადამიანი ფულს დებს თავის ჯანმრთელობას დებს ფულს არ დებს ფულს დამკვეთი დებს ჯანმრთელობას დებს აუ გაცინოთ ხო ფულის ჩადებას მოკლედ ერთ-ერთი დამკვეთი იყო ძალიან ადეკვატური კარგი ქალბატონი ბრძანდებოდა და ნუ რაღაც თანხაზე დავითვალე მე გვიგზავნიან ვიდეოებს ან სურათებს მე მიდის ამას დათვლა და ნუ მოკლედ ხო და დამეკელიო ხო და რაღაცა ისეთი ხანდახან მინდა ხოლმე რომ დავეთანხმო რა სიკეთე გააკეთო ოკეი კაი არ გაგაყარბებს 30 ვარზე იყო ლაპარაკი მაგრამ ოკეი ისეთი ბედნიერი იყო თავის სახში რომ შემოვიდა და დავასურათე რაღაცებმა გაჭედა და ძართულად შესასრულებელი იყო და დავასურათე და ჩავუყარე დაამატა ანუ იმაზე მეტი გადაიხადა ვიდრე მე მქონდა ნათქვა ხო მორიდება ადამიანის პატივისცემა და კიდე სხვა რაღაცებიც არსებობს ხანდახან მაგრამ აი საღდგომოდ დამიკელი ისედაც ფასტაკლება მაგ გაშვებული ძალიან ვერთობე ხოლმე ვერ დამიკლება რაც მე არ მიკლებეთ არც ერთ მაღაზიაში არც თანამშრომლები არ მიკლებენ ეკი არა საათს უყურებენ და წუთებს მithვლიან და ისევ ანგარიშობთ ყველაფერს ყველგან იყარხართ წავედი